მოგესალმებით მეგობრებო. წარმოგიდგენთ ერთ ძალიან საინტერესო ინფოგრაფიკულ სურათს. ხელოვნური ინტელექტის გამოყენება, ანუ ჩატბოტების გამოყენება ისტორიის გაკვეთილზე. სადაც ძალიან მოკლედ და კონკრეტულად არის წარმოდგენილი ჩატბოტების გამოყენება ისტორიის გაკვეთილზე, 5 მთავარი სარგებელი, პრაქტიკული გზები, რეკომენდირებული ინსტრუმენტები და მოკლედ ასე შემდეგ. თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ინფოგრაფიკას ჩემს Facebook გვერდზე, რომელიც სულ ახლახანს განვათავსე და მოვამზადე ასევე პრეზენტაცია, რომელიც დეტალურად ახსნის ჩატბოტების გამოყენებას, რა სარგებელი შეიძლება ჰქონდეს და რა საფრთხეც შეიძლება ჰქონდეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას სასწავლო პროცესში, კონკრეტულად ისტორიის გაკვეთილზე. გადავიდეთ პრეზენტაციაზე და ვნახოთ უშუალოდ ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა. ტიტუტით. აი ასე. ჩატბოტების გამოყენება ისტორიის გაკვეთილზე. სარგებელი, ინსტრუმენტები და რჩევები. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ იმას, რომ ისტორია არ უნდა იყოს მხოლოდ მშრალი ფაქტებისა და თარიღების ჩამონათვალი. ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით მოსწავლეებს შეუძლიათ ჩაებან საუბრებში წარსულთან, დასვან კითხვები, მიიღონ გამოწვევები არსებული პერსპექტივიდან და გააცოცხლონ ისტორია ისე, როგორც ამას ვერასოდეს ახერხებს მხოლოდ სახელმძღვანელო. ეს გზამკვლევი განიხილავს ისტორიის გაკვეთილებზე ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტების გამოყენების სარგებელს, ხაზს უსვამს მათი ინტეგრაციის ეთიკურ გზებს, უთითებს შეზღუდვებზე და გთავაზობთ რეკომენდაციებს საუკეთესო ჩატბოტების შესახებ, რომლებიც შესაძლოა მოსინჯონ მასწავლებლებმა. რა არის ამ შემთხვევაში სარგებელი? პირველ რიგში, მოსწავლეთა ჩართულობა. ჩატბოტები მოსწავლეებს საშუალებას აძლევენ აიღონ ინტერვიუ წარსულთან, რაც აღვიძებს მათ ცნობის მოყარეობას და ხელს უწყობს ფაქტების გადამოწმების პრაქტიკას. მრავალმხრივი პერსპექტივები. მოსწავლეები ხედავენ თუ როგორ განმარტავენ სხვადასხვა ხმები, მხარეები ერთსა და იმავე მოვლენას. ასევე ინტერაქტიული სწავლება. ინტერაქტიული სწავლების წახალისება. სიმულაციები ისტორიას ყოველთვის აქცევს აქტიური გადაწყვეტილებების მიღების პროცესად და მტკიცებულებების გამოყენებად. პერსონალიზებული სწავლება. პასუხები შეიძლება მოერგოს ყველანაირი მოსწავლის დონესა და საჭიროებებს. კონტექსტის გაგება. სწრაფი მიმოხილვები ეხმარება მოსწავლეებს მოვლენების განსაზღვრულ პირობებში მოქცევასა და გააზრებაში. წვრილი, სადაც ჩამოწერილია უნარები, გამოყენების გზები და კონკრეტული მაგალითები. კრიტიკული ჩართულობა. ამ შემთხვევაში მიიღეთ ჩატბოტის პასუხები როგორც დამამტკიცებელი განაცხადები, რომლებიც უნდა შემოწმდეს და შეამოწმეთ დაშვებები და ხარვეზები. მაგალითი ამ შემთხვევაში, ერთი პატარა მაგალითი. ნაპოლეონთან საუბრის შემდეგ ჩამოწერეთ 2 გამყარებული მტკიცება, 1 გაურკვევლობა და 1-იც შეკითხვა. ამ შემთხვევაში, მეგობრებო, ნაპოლეონთან საუბარი არსებობს ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყო, რომელიც აძლევს მოსწავლეს იმის საშუალებას, რომ გაესაუბროს ისტორიულ ფიგურებს, პოლიტიკურ ფიგურებს და არა მხოლოდ პოლიტიკურ ფიგურებს, ასევე ცნობილ ადამიანებსაც. სხვადასხვა ეპოქაში მცხოვრებ ცნობილ ადამიანებს. და რა თქმა უნდა, მე გიჩვენებთ აი ამ ვებგვერდს და ამ ხელსაწყოს, რომელსაც შეუძლია ეს ყოველივე. არგუმენტების წამოწევა. მოსთხოვეთ ბოტს მიზეზები და კონტრარგუმენტები მტკიცებულებების ავკარგიანობის შესაფასებლად.
და მაგალითი აქვე ისევ საფრანგეთის რევოლუციის მიზეზებზე საუბრისას შეაფასეთ ორი მიზეზი: ერთი კონტრარგუმენტი და დაამატეთ მტკიცებულება. სახელმძღვანელოსთან შედარება და ფაქტების გადამოწმება. და მეთანხმებით, რომ ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უნარი გახლავთ, რომ ეს შეძლოს მოსწავლემ. ამ შემთხვევაში როგორია გამოყენების გზა? შეადარონ ჩატბოტის განცხადებები სახელმძღვანელოს პირველ წყაროებს და მონიშნონ სიზუსტე, გამოიყენონ არქივები და ჟურნალები, ონლაინ არქივებიც რა თქმა უნდა, ბოტის მტკიცებების გადასამოწმებლად. და მაგალითი, დააკოპირეთ 3 მტკიცებულება, შეუსაბამეთ ისინი წიგნის გვერდის იმ კონკრეტული პარაგრაფის, რომელიც განიხილება კონკრეტული საკითხი, რომელიც განიხილება გაკვეთილზე, აი წიგნში არსებული ისე იგი პარაგრაფის გვერდის ნომრებს და მონიშნეთ როგორც გამყარებული 3 მტკიცება, გამყარებული მტკიცება, ნაწილობრივი მტკიცება და არასაკმარისი მტკიცება. აირჩიეთ ერთი მტკიცება, იპოვეთ წყარო და დაწერეთ ერთწინდადებიანი შემოწმება. და აგერ ინსტრუმენტები, ამ შემთხვევაში ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტები, რომლებიც ამ შემთხვევაში გამოვიტანე და რომელსაც გულისხმობდი, როდესაც საუბრობდი წარსულთან გასაუბრებაზე და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში ერთ-ერთი გახლავთ custom GPT, რომელიც ChatGPT-ის ბაზაზე შექმნილი GPT გახლავთ, მისი შექმნა არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს და მე ამას გიჩვენებთ, რა თქმა უნდა, რომელიც კონკრეტულად ორიენტირებულია იმ რესურსებზე, იმ წყაროებზე თუ ესე იგი რესურსებზე, რაც საჭიროდ მიაჩნია მასწავლებელს და ამ შემთხვევაში მოსწავლე ნახეთ, როგორია მისი გამოყენების წესი. შექმნით ისტორიული ჩატბოტი გადამოწმებული წყაროებით და მკაფიო ინსტრუქციებით. გამოყენების წესი. ამ შემთხვევაში ახლა აქ ჩვენ რა თქმა უნდა დღეს მე არ ვისაუბრებ ამ GPT-ის შექმნაზე, მაგრამ უბრალოდ გიჩვენებთ ამ სივრცეს, სადაც შესაძლებელია სწორედ ასეთი GPT-ის შექმნა ძალიან მარტივად. და რა იქნება ამ შემთხვევაში მაგალითი? საწყისი პრომპტი, ერთ-ერთი, მინიშნება, რაც შეიძლება მოსწავლემ ესე იგი დაუსვას, ვთხოვოს უფრო სწორად ამ GPT-ს. შენ ხარ მერვე კლასის ისტორიკოსი, მიპასუხე 120 სიტყვით და დაიმოწმე ერთი წყარო. მოიყვანოს ერთი წყარო. და სკოლის ხელოვნური ინტელექტის სივრცე. ამ შემთხვევაში მასწავლებელს შექმნილი უნდა ჰქონდეს ის სივრცე, სადაც აი სანიშნეები შეიძლება იყოს ეს, ჩანიშნული გვერდები შეიძლება იყოს ეს, რომელსაც გამოიყენებს აი ამ პროცესში. აი მასწავლებლის მიერ კონტროლირებადი სასაუბრო სივრცე პერსონაჟებით, მიმანიშნებელი კითხვებითა და დამხმარე ინსტრუქციებით. და მაგალითი, აი მზა ისტორიული პერსონაჟების სწრაფი როლური თამაშებისთვის ან გაკვეთილის ინტერაქტიურობის ასამაღლებლად. და Hello History. ეხლა ეს გახლავთ სწორედ ის ვებგვერდი, რომელიც მე ვახსენე უკვე არაერთხელ, რომელიც აძლევს მოსწავლეს იმის საშუალებას, რომ გაესაუბროს სხვადასხვა ცნობილ ისტორიულ პირებს, ასევე ცნობილ ადამიანებს. არსებობს ამ ვებ-ინსტრუმენტი ასევე როგორც კომპიუტერისთვის, არსებობს ასევე მობილური ტელეფონისთვისაც, როგორც Android-ის, ასევე iPhone-ის ოპერაციული სისტემებისთვის. ამ შემთხვევაში როგორია გამოყენების წესი? აი მობილური აპლიკაცია, მაქვს მითითებული, რომელიც უფრო ხელმისაწვდომია უფრო ყველასათვის, მობილური აპლიკაცია სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში მოგზაურობისათვის. მოიტანე შენი მოწყობილობა. ეს ერთგვარი ფორმა არის ასეთი, როდესაც გამოიყენებენ გაკვეთილზე სხვადასხვა მოწყობილობებს, ტაბებს, მობილურ ტელეფონებს და ასე შემდეგ. ასეთი გარემოსთვის. და მაგალითი რა იქნება ამ შემთხვევაში? ჩაატარეთ 5-წუთიანი ისტორიული ინტერვიუ, შემდეგ გადაიტანეთ ტრანსკრიპტი წყაროების შესამოწმებლად. როდესაც აქ ხდება კონკრეტულ ვებგვერდზე Hello History ქვია ამ ვებგვერდს, ატარებენ მიყავთ ინტერვიუ ისტორიულ ფიგურასთან, ეს ხელსაწყო ასევე აძლევს მოსწავლეს სრულ ტრანსკრიპტს
და აი ეს ტრანსკრიპტი უნდა გადაიტანონ შემდგომ და გადაამოწმონ რამდენად სწორია ეს ყველაფერი. და აგერ ხელსაწყოებიც კონკრეტულად, რომელსაც გიჩვენებთ ახლა, ეს გახლავთ როგორც მოგახსენეთ Custom GPT და შეგვიძლია გადავიდეთ და ვნახოთ უშუალოდ ეს არის ChatGPT-ის ბაზა, მეგობრებო, და აი აქ ძალიან მარტივად ხდება GPT-ის შექმნა. ანუ აგენტია. ფაქტობრივად ეს არის ამ შემთხვევაში ChatGPT-ის აგენტები, რომელსაც GPT-ებს უწოდებენ და ძალიან მარტივია მისი შექმნა. Ну, თუ დაინტერესდებით, შემდგომში შეიძლება ამაზეც ვისაუბროთ, როგორ შექმნათ თქვენზე მორგებული, თქვენ საჭიროებებზე, მოსწავლის საჭიროებებზე მორგებული GPT, რომელიც არ გახლავთ არანაირად მარტივია, სულ რაღაც შესაძლოა 10 წუთში, 15 წუთში შეიქმნას ნებისმიერი GPT ორიენტირებული საჭიროებებზე. Ну, დავუბრუნდეთ პრეზენტაციას და სკოლის ხელოვნური ინტელექტის სივრცე, რომელსაც თვითონ უშუალოდ მასწავლებელი ქმნის. ის აგროვებს საჭირო ხელსაწყოებს ხელოვნური ინტელექტის და არა მხოლოდ ხელოვნური ინტელექტის და აი უკვე შემდგომ მას მოსწავლეს შეუძლია ამ სივრცეში სრულიად უსაფრთხოდ იმოქმედოს, იმუშაოს, რადგან როდესაც მასწავლებელი შეარჩევს ამ სივრცეში რა შეიტანოს, რომელი ხელსაწყო შეიტანოს, რა თქმა უნდა, მასწავლებელი იმაზედაც ფიქრობს პირველ რიგში, რომ ეს უსაფრთხო იყოს მოსწავლისთვის. და აგერ Hello History, რომელიც არაერთხელ ვახსენე უკვე, დროში მოგზაურობა და ცნობილ პოლიტიკურ ფიგურებთან გასაუბრება, აი, ნახოთ ეს გვერდით. აი, ეს გახლავთ. შესაძლოა გვერდი გაქართულდეს, მაგრამ ზოგადად მაინც, ესე იგი, ნახეთ, ამ შემთხვევაში აი გადავიდეთ საგანმანათლებლო სივრცეში და აი ცნობილ პიროვნებებს ვინსტონ ჩერჩილს, ფრიდა კალოს, აბრაჰამ ლინკოლნს და ასე შემდეგ დავუსვან. კითხვები გაესაუბრონ, ისინი მას აუცილებლად დაუბრუნებენ პასუხს. და ამ შემთხვევაში ამდენი ინგლისური ჩვენმა მოსწავლეებმა ნამდვილად იციან. მე-7, მე-8, მე-9, მე-10 კლასის, მე-11 კლასის მოსწავლეები კი ფლობენ იმდენ ინგლისურს, რამდენიმე კითხვა დაუსვან ცნობილ აი ამ პიროვნებებს. დავუბრუნდეთ პრეზენტაციას და მასწავლებლის რჩევა. ყოველთვის მოსთხოვეთ მოსწავლეებს chatbot-ის მტკიცებულებების გადამოწმება, მინიმუმ ერთი ისეთი წყაროთი, რომელიც არ არის ხელოვნური ინტელექტი. მაგალითად, სახელმძღვანელო არქივი, ონლაინ არქივი ან მუზეუმის ვებგვერდი. ისტორიულ ფიგურებს დღევანდელი პერსპექტივიდან შესაძლოა საკამათო შეხედულებები ჰქონდეთ. რა თქმა უნდა, ბავშვები აი როგორ კითხვებს დაუსვავენ 21 საუკუნის მოსწავლე როგორ კითხვას დაუსვავს მაგალითად ნაპოლეონს, ალექსანდრე მაკედონელს და ასე შემდეგ. და რა თქმა უნდა, ეს ამ შემთხვევაში ავითარებს მოსწავლის კრიტიკულ აზროვნებას. გაითვალისწინეთ მიკერძოების გავლენა ნარატივებზე. ანუ იმ თხრობით ნაწილებზე, რომელიც მოსწავლის სახელმძღვანელოში აქვს, ან თუნდაც ამ ხელოვნური ინტელექტის საშუალებით მოიპოვებს. რომ შეძლოს მან გაარჩიოს, ესე იგი მიხვდეს როგორი ტენდენციურია ან როგორი მიკერძოებულია ესა თუ ის დამოკიდებულება, ესა თუ ის რომელიმე ფაქტთან დამოკიდებულება. ამ შემთხვევაში ხდება აუცილებლად დისკუსიის წახალისება და მოგეხსენებათ, რომ ესეც ერთ-ერთი შესანიშნავი უნარია მოსწავლის, რომელსაც შეუძლია დისკუსიაში ჩაებას და წამოაყენოს თავისი არგუმენტები, კონტრარგუმენტები და ასე შემდეგ. და ბოლოს ტექნოლოგიებით მოწოდებული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა. რა თქმა უნდა, როდესაც ვეუბნებით მოსწავლეს, რომ გადაამოწმოს მტკიცებულება, აუცილებლად, რომ არ გახდეს დეზინფორმაციის მსხვერპლი, ესეც ერთგვარი უნარი გახლავთ, რომ მოსწავლემ შეძლოს დეზინფორმაციის წინააღმდეგ შეეძლოს, მასთან ჰქონდეს ამისი უნარი, რომ გაუმკლავდეს დეზინფორმაციას. ძირითადი პუნქტების შეჯამება.
ხელოვნური ინტელექტის მქონე ჩატბოტები, რა თქმა უნდა, აძლიერებენ სტუდენტების ჩართულობას ისტორიის გაკვეთილების ინტერაქტიულ გამოცდილებად გარდაქმნით, რაც იწვევს ცნობისმოყვარეობას და კვლევითი უნარების განვითარებას. ჩატბოტები ავითარებენ კრიტიკული აზროვნების უნარებს, რაც მოსწავლეებს ხელს უწყობს ისტორიული მტკიცებულების შეფასებას სიმულირებულ ისტორიულ ფიგურებთან დიალოგის გზით. აუცილებელია ეთიკური ცნობიერების ამაღლებაც, რაც უზრუნველყოფს იმ პროცესს, როდესაც მასწავლებელი წარმართავს დისკუსიას ისტორიული პერსპექტივებისა და ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების პოტენციური მიკერძოებების გარშემო. და ბოლოს, კვლავ ეს ინფოგრაფიკული სურათი, სადაც ეს ყოველივე, რაც პრეზენტაციაშია წარმოდგენილი, აქ მოკლედ და ძალიან ესეთი კომპაქტურად, ასე ვთქვათ, არის წარმოდგენილი ეს ყველაფერი, რომელსაც კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, შეგიძლიათ გაეცნოთ ჩემს Facebook გვერდზე. სულ ეს იყო, რაც მინდოდა მეთქვა ამ შემთხვევაში. გისურვებთ წარმატებებს.